საქართველოში წელს უკვე მეორედ ტარდება კანის ახალგაზრდული კონკურსი. ეს ნიშნავს, რომ არსებობს კანის კრეატიული ფესტივალი Cannes Lions, რომელიც დაყოფილი არის ორ მიმართულებად. ერთი არის პროფესიული ფესტივალი, მეორე არის ახალგაზრდული. ჩვენ საქართველოს გვეძლევა ასპარეზობის უფლება 4 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებულ 4 კონკურსში გამარჯვებულ გუნდს უკვე გავგზავნით კანში და საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას უკვე იქაურ კორიფეებს, სხვადასხვა ქვეყნის კორიფეებს შეერკინება. აი თუ იქაც გაიმარჯვეს, უკვე ჩამოვლენ ოქროს მედლით. გავაკეთე ეგეთი ძალიან მარტივი იმიჯი და ჩემ Facebook-ზე დავდე. რაც იმას ნიშნავდა, რომ ვითომ ვატარებთ, მეც არაფერს და უთხარი რომ თუ ვიტყვი, აი ამას ვატარებთ, მე უფრო უკან დასახევი გზა არ რჩება. კანის ფესტივალი თავად არის სოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალი, რაც კი ტარდება. წელს საქართველოს მუშაობთ 4 გუნდს, 4 კატეგორიაში, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ნებისმიერისთვის და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს კიდევ ბევრ ლომს მოუტანთ ამ ყველაფერს. წელს ახალგაზრდული კონკურსი ჩატარდება 4 კატეგორიაში. ეს არის სპრინტი, დიზაინი, საიბერი და მარკეტერები. აქედან 3-ში მონაწილეობას იღებენ სააგენტოს მხარეს მომუშავე ადამიანები, 30 წელს ქვემოთ კრეატივშიკები და 1 კატეგორიაში მარკეტერებში უკვე მონაწილეობენ მარკეტინგში დასაქმებული ხალხი. ეს არის ნებისმიერ ორგანიზაციაში მარკეტინგის დეპარტამენტში მოღვაწე ადამიანები, ვისაც სურს რომ დაამტკიცოს, რომ მართლაც შეუძლიათ კარგი იდეების გენერირება და ბოლომდე გაკეთება. მე მჯერა რომ იდეების ცვლის ჩვენს სამყაროს უკეთესობისგან. თუ რამე პროგრესი გაგვაჩნია, ეს არის ის გულწრფელად მოსული იდეები, რომელიც მე განხორციელდება.